ბიზინა ივანიშვილი, ბორია ივანიშვილი, ბორის ივანიშვილი. ასე ამ სახელით მიმართავენ მას რუსები, აღარ მახსოვს კი არა მახსოვს ის რაგვარიც იყო ბორინგ დარაგოი, ესე რომ მიმართავს ამ ოლიგარქს. მას ბევრი ფული აქვს ბიზინა ივანიშვილს. მუთაკებშიც აქვს, გარდა იმისა რომ ოფიციალურად რაც აქვს, მაგრამ მუთაკებშიც ექნება პალიშებში, მუთაკებში, კარადებში, პარკეტის ქვეშ დამალული. ხო, ბევრი ესეთი არაправი ფული, ლევი ფული. აბასთუმნის უღრანებში. ხო, ქართულ ბანკში აქვს და უცხოეთშიც აქვს და კაპიტალიზაცია მისი საკმაოდ სერიოზულია და ასე შემდეგ. 4-5-6 მილიარდი აქვს ესე ოფიციალურად და 4-5-6 მილიარდიც ექნება არაოფიციალურად. კი მისდირის ამ 500-600-700 მილიონს აქაო და ამერიკელებმა დამიყადაღესო, მაგრამ ამერიკელებს კი არ დაუყადაღებიათ ეს ფული. არამედ სასამართლო პროცესები აქვს და ვიდრე არ გაირკვევა მტყუარ მართალი ამ სასამართლო პროცესების შედეგად და შემდეგ მას ამ ფულის დაბრუნების იმედი რასაკვირველია არ უნდა ჰქონდეს. სადაც გაიმარჯვა სასამართლოებში არ მახსოვს სათანხმოდ თუ არ ვცდები 200 თუ 250 მილიონი ის თანხა კი დაუბრუნდა და რას წუწუნებს და რას ტირის, რას ჩამოსტირის ხვირპირი სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მოიგებს დაუბრუნდება, დამარცხდება, არ დაუბრუნდება და ასე შემდეგ. ოღონდ ეს არ ეხება სანქციებს. სანქციების შედეგად ოფიციალური სანქციები იგულისხმება. სანქციების შედეგად მას რასაკვირველია გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. ხო და ეს ბორინკა ბიზინა ივანიშვილი ისიც თქვენ რომ თანამდებობის პირი არ არის, ანუ სახელმწიფო სამსახურში არ არის. არც პოლიციელ მილიციელია, არც რომელიმე საქალაქო თუ საქვეყნო სამსახურში მუშაობს რიგით თანამშრომლად, განყოფილების ხელმძღვანელად, წამყვან სპეციალისტად, უფროს თუ უმცროს სპეციალისტად, თანამშრომლად, მოკლედ ადმინ რესურსის წარმომადგენელი არ არის და აი ბიზინა ივანიშვილს რატო არ შეიძლება რომ დავუცახოთ, ვუწოდოთ მონა. მეცაც და უარესაც ვუწოდებ მონა კიდევ ისეთია. ათავისუფლე მონები აგიხარდება თუ გათავისუფლდება და რაღაცა ვერ განთავისუფლდება, მე უარესაც ვუწოდებ ის მონა არ არის. არა, მონა კი არის, მაგრამ გარდა ამისა არის სერგო ორჯონიკიძე, სერგო ბიზინა ივანიშვილი ორჯონიკიძე, ასე ვუწოდებ ხოლმე. შეურაცხყოფელია? გულახდილად გეტყვით რომ ხო, შეურაცხყოფელია, ოღონდ მე არ გამომიძერწავს ეს იერი და ეს სახე ბიზინა ივანიშვილისა, მე არ შემიქმნია და ჩვენ არ შეგვიქმნია ბიზინა ივანიშვილი როგორც პოლიტიკური ფართო გაგებით პოლიტიკური პერსონა, მან საკუთარი თავი მან გამოზერწა საკუთარი თავი, მან შექმნა, მან გამოჩორკნა, მან შეექმნა იმგვარი იმიჯი, შეუქმნა საკუთარ თავს იმგვარი იმიჯი თუ რეპუტაცია თუ სახე იერი, რომ თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები მას მონასაც დაუძახებენ და რასაც უნდა იმას დაუძახებენ და აგე მე თავხედდები ისეული გაგებით და უწოდებ სერგო ორჯონიკიძეს. რატომ? იმიტომ რომ სერგო ორჯონიკიძემ რაც გააკეთა 100 წლის წინ, ზუსტად თუ ვილაპარაკებთ 104 წლის წინ, თებერვლის თვეში საქართველოს რაც გაუკეთა, მახვილით, ცეცხლით, იარაღით, სისხლით, იმას უკეთებს ბიზინა ივანიშვილი რბილად, ტკბილად, თბილად, მშვიდად და ასე შემდეგ. ანუ აბარებს საქართველოს იქ ქემაინს სოციალ-დემოკრატთა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ წინააღმდეგობა გაუწია სერგო ორჯონიკიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში და მერე მოუწია წასვლა, მოუხდა წასვლა. აქ ჩვენ ვუწევთ წინააღმდეგობას, ოღონდ არა შეერაღი ბულს მაინც და მაინც კი არა ნამდვილად არ ვუწევთ. ამ ქართულ გვარიან რუსებს ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით. ხო და კიდევ ერთხელ ვკითხულობ, შეიძლება თუ არა რომ მას ვუწოდო მონა, კი არა სერგო ორჯონიკიძეც კი და ალბათ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ეს უკანონო კანონიც კი ალბათ ვერ შებზღუდავს შესაბამისად არა მხოლოდ ბიზინა, არამედ თითოეული მათგანი უნდა ელოდოს ჩემგან და არა მხოლოდ ჩემგან ამგვარ შეფასებებს. მონა ხარ, სერგო ორჯონიკიძე ხარ, რუსეთის აგენტი ხარ, ხუნტის წევრი ხარ და ასე მდიდარია ქართული ენა და ჩვენს ყოფნის ნიჭიერება, რომ სხვადასხვა ეპითეტი მოვიფიქროთ თითოეული მათგანისათვის, ოღონდ ისინი იმსახურებენ ამას. მაგრამ აქ მარტო ამ ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილზე ოლიმპოს მთაზე როა მასზე არ ვსაუბრობ, გულახდილად გეტყვით, არამედ ვსაუბრობ ყველაზე და არა მხოლოდ ოფიციალურ პირებზე, არამედ უკლებლივ ყველაზე, ვინც ამ რეჟიმის სამსახურშია. და ასეთი კი ჩვენ და სამწუხაროდ ამ ლუსტრირების ჟამს აღმოჩნდა, რომ ბევრი კი არა, ბევრზე ბევრია და გავიხსენებთ არა მხოლოდ თანამდებობის პირებს ან იდენტობით პოლიტიკოსებს
პოლიტიკოსებს, არაპოლიტიკოსებსაც, ასე მაგალითად, ანუ იდენტობით პოლიტიკოსები რომ გახდნენ თითქოს და რეალურად კი სხვა პროფესიისანი არიან, არამედ გავიხსენებ მათივე ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს და თითოეულ მათგანს, ასე მაგალითად, აი ზაალან ჯაფარიძეს შემიძლია თავისუფლად უწოდო მონა, ის რამდენადაც მე ხვდები, არც კი არა ვერც მიჩივლებს არ არის რა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენელი, ანუ რომელიმე მერიაში თუ რომელიმე უწყებაში მისაქმებული პირი, შეიძლება თუ მიჩივლებს ის და მაინც თუ გადავხედდება ზაალან ჯაფარიძე ვერაფერს დამაკლებს, მეთქი წესითა და კანონით, თუმცა ამათ ხელში ღმერთმა უწყის რა მოხდება. ასე მაგალითად ზაალან ჯაფარიძეს დიახ, ზაალან ჯაფარიძე არის მონა. საზოგადოებრივ მაუწყებელში რომ მუშაობს ის ნაგვარია გვიმრაძე, ხო, რომელსაც მე ჩემ და სამწუხაროდ ვიცნობ. ხო, ერთი ორჯერ ესეთი უშუალო, ბევრჯერ, მერჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 10ჯერ, 15ჯერ შეხებას კი მქონია, ასე გადაკვეთა საქმიანი. ასე ვიტყვი ორ სიტყვას, მაგრამ რამდენიმე ხანში, კი არა, რამდენიმე წუთში, ისიც არის მონა და მასაც შემიძლია უწოდო მონა და მონაა გიორგი გვიმრაძე და არა მხოლოდ გიორგი გვიმრაძე, არამედ სხვებიც ამავე მაუწყებელიდან. მოკლედ ისინი, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს, სურგს უმაგრებს და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის უკლებლივ ყველა თანამშრომელი, ვინც ახლა აღელდა, მე რომ მისმენს და წაეფიქრა ესტაბლიაშვილი როგორ ბედავს ამის თქმას ჩვენზეო, აი მათ კი უგულისხმობ, ვინც არ აღელდა და გაატარა, ანუ საკუთარ თავს სული სიტყვა, მაგრამ მაინც ვინც არა აიდენტიფიცირებს ამ ხელისუფლების გამправებლებთან თუ გამправებელთან, შესაბამისად ისინი არც იგულისხმება მაუწყებელში, ასე მაგალითად არიან თუ არა ესეთი პატიოსანი ადამიანები, არიან დარწმუნებული ვარ 700, 800 თუ 1000 კაცი მუშაობს და უკლებრივ ყველა სხვა არ ვიცნობთ და ვისაც ვიცნობ, მათ შორისაც კი არიან ადამიანები, რომლებიც აქციებზეც დადიან, სხვათა შორის გაუკვირდება თინა ბერძენიშვილს და ასევე ვასიკო მაღლაფერიძეს გაგიკვირდებათ და გიორგი გვიმრაძეზე დაგკვირდით, რომ ორ სიტყვას ვიტყოდი და გავიხსენებ ერთ ისტორიას, ოღონდ არ მახსოვს რომელი წელია, თუ არ ვცდები 16 ან 17. თინა ბერძენიშვილი ჯერაც არ არის, ან შეიძლება არის საზოგადოებრივი მაუწყებლის, მოკლედ არ მახსოვს თინა ბერძენიშვილი, იქ კი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაგრამ ახლა ესე არ ჩამიხედავს და როდიდან გახდა გენერალური დირექტორი, ან მანამდე გენერალური დირექტორის მოადგილე, ესე არ მახსოვს, მოკლედ 16 წელი აი საარჩევნო პერიოდია და ბედუკაძე მონა რუსეთის აგენტმა, აი იმან, აი ბედუკაძე როა და კადრები რო რეალურად კი დადგა, უმრავლესობა კადრებისა და ამა ეს აღიარა კიდეც რეალურად და ერთი ხანოა პოლიტიკპატიმარი რო იყო თუ პოლიტიკური დევნილი რო იყო, ეს ხელისუფლება რომ მიიჩნევდა ასეთად და პირი რომელმაც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი როლი ითამაშა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რუსეთთან შეკრული და ასე შემდეგ, ის ბედუკაძე არსებს პარტიას. არ მახსოვს რა ქვია და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობ. მე კარგად მახსოვს, ესე იგი ცენტრალ კოსტავაზეც რო შედიხარ, ადრე გიორგი გაჩიჩილაძის ოთახი იყო ის და მე უკვე პროგრამის ხელმძღვანელის და მე უკვე ვისი ოთახი იყო არ ვიცი, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა, იმ ოთახში ვარ შეკრებილნი და ამ ბედუკაძემ მოიტანა მისი მიერ დაფუძნებული პარტიის რეკლამა. არ მახსოვს პარტიას რა ქვია, ნუ მას ერჩინებთ, ამ მნიშვნელობა გიორგი ბედუკაძის ხო გიორგი ერქვა ბოდიში ჩავხედავ რა მეც რო რაღაც შეცნობები არ მომივიდეს, ბედუკაძე ესე ავკრებ ბედუკაძე. ვაიმე, შემშლია ვლადიმერ ბოდიში გიორგი ბედუკაძე ვინმე იქნება პატიოსანი. ვლადიმერ ბედუკაძე, რომელსაც აგე უთქვამს ტაბულას ლინკს ვსნი, ეხლა დასერჩვისას აღმოვაჩინე, ბედუკაძეს უთქვამს, რომ რუსული გაზეთის უთქვამს 2019-ში პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდიო. აი ეს ტიპი მოკლედ ქმნის პოლიტიკურ პარტიას და შესაბამისად საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეში, მან და მისი ეგრეთ წოდებული პარტიის წარმომადგენლება მოიტანეს სარეკლამო რგოლუკა. და ზოგიერთმა ჩვენგანმა ატეხა ერთი ამბავი პირდაპირ მნიშვნელობით. დიახ, თითქოს კანონი არ გვაძლევდა იმის უფლებას, რომ ჩვენ დაგვებლოკა ბედუკაძის პარტიის სარეკლამო რგოლი,
და აქვს კანონი გზღუდავდა, მაგრამ და ამ შემთხვევაში დააჯერიმდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ვიცი, მარეგულირებელი კომისიის მიერ, მაგრამ მეც მათ შორის ვიყავი, ვინც თქვით, რომ არა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ბედუკაძის, ვისი და ბედუკაძის ამ ღია რუსის პოლიტიკური პარტიის რეკლამა, სარეკლამო რგოლი არ უნდა გავიდეს. სხვათა შორის გააგიმხელთ და თინა ბერძენიშვილი დღეს ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლისა დირექტორი იყო ჩვენსკენ. ანუ თინას იმ თიკო ბერძენიშვილის ჩვენსკენ იყო, ანუ ამტკიცებდა და ამბობდა, რომ არამც ბედუკაძის პარტიის სარეკლამო რგოლი არ უნდა გავიდესო. კარგად მახსოვს ზოგი მათგანი, თუმცა ყველა არ მახსოვს. ნინო ზაუტაშვილი და თიკო ბერძენიშვილი, მე და რამდენიმე ჟურნალისტი თუ თანამშრომელი ვიყავით ამ პოზიციაზე და აი აქ გამოჩნდა გიორგი გვიმრაძე, რომელმაც დაიწყო კანონის მიერი ლაპარაკი თემაზე, რომ არ შეიძლება ვიზიტელი, მის ენაზე ვიტყვი, დაბლოკვა ამგვარი სარეკლამო რგოლებისა, დამოუკიდებლად იმისა, ბედუკაძის იქნება თუ ადოლფ ჰიტლერის, სტალინის იქნება თუ არ ვიცი, ვოროშილოვის, სხვა ვინმეს იყო რა მნიშვნელობა აქვს რაღაც, სუსლოვის ან ანდროპოვის. ხო, პუტინის. არ შეიძლება. და იმ ატარა ოთახუკაში ჩვენ მოგვიხდა არა დაინც და მაინც დაპირისპირება, არამედ რაღაც ესეთი მტკიცება იმისა, გიორგი გვიმრაძესთან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ჩვენ, ვარღვევთ კანონს, ჩვენ ეს უნდა დავბლოკოთ. და არ მინდა შემეშალოს, უფრო მაღალი თანამდებობის პირების მე თანამდებობას არ გქონდა, მოკლედ გადაწყვეტილების მიმღებებმა, მათ შორის თიკო ბერძენიშვილმაც, აი ხა გამომივიდა, რომ ვაქებ, ხო, თიკოს. მაგრამ კარგი არ უნდა დაუკარგო ადამიანს, გავიტანეთ ჩვენი და ბედუკაძის პარტიის რეკლამა არ გასულა. ამ ყველაფერს გიყვებით, იმიტომ რომ ესეთი ქვეყანაც გქონდა ჩვენ და ამგვარი მონები კი უკლებრივ ყველანი იყვნენ და უკლებრივ ყველა დროს იყვნენ და უნდა შეეგუონ, აი ზაალან ჯაფარიძე იქნება თუ გიორგი გვიმრაძე, უნდა შეეგუონ, რომ დღეიდან და ყოველთვის, ან გუშინდლიდან და ყოველთვის მსახურებს ამ რეჟიმისა, ხო, ვინც საქართველოს ურტყავს სურგში დანას და არა მხოლოდ ემსახურება, ანუ ურტყავს სურგში დანას, ისინი ამგვარი სიტყვებით, ეპითეტებით იქნებიან შემკულნი სულ. ეს რეალურად ხო ის ილუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა ილუსტრაციის პროცესიც ეხროდის უნდა დაწყებულიყო და მიზეზთა გამო კი ვერ განხორციელდა კანონის სახე ვერ მივეცით, მაგრამ ამ პროცესებმა დაწყებულებმა ჩემი აზრით 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ, ანუ უკრაინაში რაც შეიჭრა კიდევ ერთხელ რუსეთი, ნელ-ნელა გამოავლინა ეს გოგა ხაინდრავიზმი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და გოგა ხაინდრავა იქნება თუ სხვა, უნდა შეეგუოს იმას, რომ სულ ცოტანი დავრჩეთ ამ ქვეყანაში და თუ ხმა მოგვეღება საერთოდ, ანუ შესაძლებლობა გვექნება და სითამამეს გვექნება, იმიტომ რომ ბევრს ხო გააჩუმებენ, შეზღუდავენ, ეს არის მათი მიზანი, კი არა ამოცანა, ხო, მათ უნდა დიქტატურის დამყარება და ეს ამ პროცესში ვართ ახლა, მოკლედ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ავს რასაკვირველია დავუძახებთ ავს და ვინც არ ახგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით, მე ვერ ვიტყვი კახაბერად, ესეც უნდა ვთქვათ და ქარაფიდან ყორღანაშვილებს ხელს ავკრავთ და გადაფრინდებიან. ახლა პირდაპირ მნიშვნელობით ნუ წაიგითხავს ვინმე უვიცი ქართული ოცნებიდან, თუმცა ბევრი მათგანი კი იმსახურებს და დაიმსახურებდა ქარაფიდან გადაგდებას, ცოტა ადრეული საუკუნეები რომ იყოს და მოღალატეებს სწორედაც რომ ქარაფიდან რომ გადაუძახებდნენ იმხანად, იცით თქვენ, არა მხოლოდ ყორღანაშვილს, არამედ სხვებსაც ესე მოისვრიდნენ ხოლმე კლდიდან და ჩაჩეხდნენ ხოლმე არა მხოლოდ ისტორიის, არამედ თანამედროვეობის ჭიუხებში თუ ფსკროლში. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ თქვი, რომ ისიც თქვენ როგორ მოხდა ცალკეული ჩემი მეგობრებისათვის და საჯარო პირებისათვის, აქტიური ოპონენტებისათვის არსებული რეჟიმისა უწყებების გადაცემა, უწყებებისა, რომ სასამართლოზე, რომელთა თანახმადაც სასამართლოზე იბარებენ ზოგ მათგანს კი არა, ყველას პრაქტიკულად. ნუ ასე მაგალითად ვახო სანაიას დედას მიუტანეს სახლში, იქ ვახომ გავრცელა კადრები და ჩვეული იუმორით შეხვდა ამ ყველაფერს და რასაკვირველია სწორია სხვას, მიუტანეს რაღაც აუგზავნეს SMS-ი სხვას დაურეკეს და ასე შემდეგ, მაგრამ 2-3 შემთხვევა ამგვარი, როდესაც იკვლიეს, გაგიკვირდებათ და
ბოდიში, discard. ისა იკვლიეს და რა იკვლიეს თქვენ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იკვლიოს რაღაც საჩივრის თუ სარჩივრის საფუძველზე სამართალდამცავმა, რომელიც დაკავებული უნდა იყოს რუსი აგენტების აღმავლენით, მართლა მომრავლებული კრიმინალის პრევენციიდან კრიმინალის წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, რას იკვლევენ და ათვალიერებენ Facebook გვერდებს. და ათვალიერეს თუ არ შემეშალოს ასე მაგალითად ვიკა ბუკიას Facebook გვერდი ბოდიში მასთან შევიჭყიდები. ხო, ნამდვილად ვიკა ასია თუ არა. პურად ნიშანკო ბოდიში. ვიკა ხო, და ნახეთ 2025 წლის 10 ივნისს ახლა პატარა სკრინია, მაგრამ საბოლოო ჯამში მტკიცებულების დათვალიერების თაობაზე, ან დათვალიერებას ახდენენ მტკიცებულებებისა ამ შემთხვევაში ვიკასი 2025 წლის 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოს მეხუთე სამმართველოს დეტექტივმა გიორგი აბესაძემ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით დავათვალიერე ვიკა ბუკიას Facebook გვერდი. ანუ შეძრა დაათვალიერა საჯარო სივრცეში ისედაც არსებული და წერია რომ აი მე სკრინისა ლინკია სადაც 25 წლის 30 მაისს განთავსებულია პოსტი ქალბატონი მარიამ ლაშხის მიმართ შემდეგი შინაარსით მონამ ჩაიარა მარიამ ლაშხი და ოღონდ ეს რომელი კადრია იცით აი ეს ცნობილი კადრი როცა მონა ჩაივლის პარლამენტის შენობის სპაში ერთ-ერთი ოთახიდან თუ დარბაზიდან გამოვა მეორე მონა მიხვება ეგ რამაკის პასუხია ჩიბურდანიძე გვარად ეს მონა გამოიჭყიტავს შეხედავს ილია ჭავჭავაძის დარბაზთან ხდება ეს ყველაფერი პარლამენტის შიგნით შენობაში და ასე შემდეგ და რითი არიან თურმე დაკავებულნი ჩვენი სამართალდამცავები და ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა და ეხლა რეზუმირებას გავაკეთებ უკლებლივ ყველას თქვენ უკვე გამოგეწერათ ეპითეტი მონა და ყველას როცა ვამბობ გულისხმობ ბიზინა ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერი იმ პირით დამთავრებული ვინც ემონებით მას თუ აქ ამომდე არ ემონა მას არც აწემონოს ჩემი ხედარი რუსეთს ბარათაშვილს თქვენ ვერ გაგახსენებთ ოღონდ თქვენ ვინაიდან აქ ამომდე ემონებოდით ბიზინა ივანიშვილს ან რუსეთს რეალურად შესაბამისად თქვენ ვერ აცდებით თუ ჩვენი ბოდიში და თუ ჩვენი მეგობრების და შთამომავლების მხრიდან აი ამ უმძიმეს შეფასებას ეხლა კიდევ ერთი პოსტი ისევ და ისევ ბუკას ვიხსენებ, რომელმაც ისევ და ისევ ახლა ბუკა რამდენს წერ კაცო. მე ვიდეობლოგებს წერ და შენ საკვები ხოლმე კი რაგე ციტირებას ვახდენ. ქოცებო თქვე უტვინოებო თან გოიმებო თან მოღალატეებო ძალიან ცუდად დაამთავრებთ მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგარ შარში ხართ ნახავთ თქვენ წაფრენილ აკრიახებულ ქათმებს დიღმის ჭალებიდან მალე დიღმის ჭალებიდან არ ვიცი მაგრამ აკრიახებულ ქათმებსაც ნახავთ დიღმის ჭალებიდან და სხვა სივრცე წერტილებიდან მაგრამ უმრავლესობა თქვენგანი დაამთავრებს საპატიმროში აღონთ არა მოგონილი ბრალდებებით რომ აი რაღაც ალ კაპონე დაიჭირეს იმის გამო იმიტომ რომ ვერ უმტკიცებდნენ იმას და ეხლა დაუმტკიცარ არა ყველაფერი დაგიმტკიცდებათ ის რაშიც ხართ მთავარი დამნაშავენი და მთავარი დამნაშავენი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ელიტიდან ბანდიდან გულისხმობ არის მთავარი დამნაშაველი მათი არის სამშობლოს ღალატი მათ აღადგინეს სამშობლოს ღალატის მუხლი და ირაკლი კობახიძეს სალვა პაპუაშვილს ამუკამდინარაზე სხვებს და სხვებს სწორედ ეს მუხლი ამ მუხლით გავასამართლებთ თითოეულ მათგანს მათ აღადგინეს თავისივე ხაფანგში გაეხვევიან მტკიცებულებების უმაღლესი ხარისხი გვექნება და თუ ამათმა მიიღეს კანონი უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე თუ შესახებ და აგენტებს დაუძახებენ თუ უწოდებენ ყველას ვინც მათი ოპონენტია მე არ ვიცი ასაპირებს მომავალი კოალიციური ხელისუფლება როცა იქნება ის მაგრამ მე კი ვიქნები ერთი მოქალაქე ვიქნები ინიციატორი იმისა რომ ჩვენ მივიღოთ აქტი კანონი რუსეთის აგენტების თაობაზე და შევქმნათ რეესტრი ამ ლუსტრაციის კანონიდან ამ ლუსტრაციის პროცესიდან გამომდინარე რომელშიც ჩამოვწერთ ანიდან ჰაემდე უკლებლივ ყველას ვინც ანიდან ჰოემდე უკლებლივ ყველას ვინც რუსეთს ემსახურებოდა ივანიშვილი რომ შიგნით არის ეს გასაგებია 30 კაცი იქნება საჭირო 30 კაცის ჩაწერა გვარსახელს 30 100-ის
200-ის, 700-ის და ასე შემდეგ და ზაალან ჯაფარიძე იქნება თუ გიორგი გვიმრაძე ისინი და ალბათ გადაურჩებიან ჩვენს სახვრალ ვერდიქტს უკვე სამომავლოდ, მაგრამ შეიძლება არც გადაურჩდნენ კიდეც, აღარ ასე აგრძელებენ მონობას და ასეა საერთოდ, როდესაც ჩვენი ან მათი თანამემამულეები სისხლს სვამენ და სისხლს მათივე სისხლს ასპევენ და შენ ამ დროს კიმბერლი ლოუს აღმოაჩენ და რუსული მესიჯ ბოქსით ხარ დაკავება მესიჯ ბოქსის გავრცელებით ხარ დაკავებული, მომიტევენ და მომიტევის გარეშე შენც დაგიძახებთ ასე მონახარ, ან გიორგი ხარ გვიმრაძე, ან თუ შალვა პაპუაშვილი, თუ რა ქვია ის ზაალან ჯაფარიძე და ესეც იქნება ეპითეტი. დიახ, ირაკლი კობახიძე როცა მიმართავ ოპონენტს აი ჩემს მეზობელს, რომელიც მეკამათება ვთქვათ, ხო, და კამათისას უცებ მოუტრიალდები და ვეტყვი, შენ ხარ გიორგი გვიმრაძე, შენ ხარ ირაკლი კობახიძე, ეს მისთვის შეურაცხყოფელი იქნება. ხოლო რაც შეეხება ბიზნეს, ბიზნა არ არის საჯარო პირი და საჯარო პირი არის უბრალოდ საჯარო თანამდებობაზე არ არის. 1557 გავიმეორებ, რომ ბიზნა არის სერგო ორჯონიკიძე და დამთავრდება წერტილი. ნახვამდის.